ისტორიაში. და რამდენი ქართველი კაცი ჩადიოდა სხვადასხვა ურდუების კარებს თურქეთში, სპარსეთში, მონღოლეთში, ბიზანტიაში, რომში, რუსეთში, ცეკაში, რომ მოეთხარა მეფე და მოეთხარა ცეკას დივანი და თავისი ადგილი, თავისი თავი ეჩვენებინა იქნა, რომ მე მოვეცე დასუფლებები და მე უფრო არგად შეგეცვლებთ ყველა პირობას. მე უფრო მოსკოვს და გავარადგურებ საქართველოს და სხვისი უკიდურებით ავაშენებ ჩემ ბედნიერებას. ამ პირობას აძლევდა ეს გადაგვარებული და დაცემა. მაგრამ ჩვენ ამან უნდა გვასწავლოს ის, რომ დღესაც უნდა დავინახოთ ჩვენ რა ხდება. მაგრამ ხიზლად უნდა ვიყოთ. ხიზლად, იმიტომ რომ სანამდე იმას სიმბოლოებს არ გავიკეთებენ ჩვენ, ენის, მამულისა და სარწმუნოებისა, სანამდე ეს მართლა არ აღდგება, ხო? სახელმწიფო იურიდიულ რელიგია არ იქცევა, მანამდე პატარა თამაში მგონია ცოტა. და ვნახოთ რა იქნება. ეს რო გავამაგრო მე აი ჩემი საყვარელი მეფე არის იმერეთისა სოლომონი. სოლომონ მეფე რომ დაიბადა და აღიზარდა თვითნაბადი იყო ჭკუვითაც, გონებითაც და სიბრძნითაც და ღვთისმსიყვარულითაც 22 წლის იყო 1757 წელი იყო 14 დეკემბერი. აი ხვესილის ომში რომ წინ მიუძღოდა ქართველებს და დაამარცხა მოვარდნილი უშველებელა წალღა თურქებისა. ხო და აი ამ სოლომონ მეფემ როცა თავისი კაცები შეკრიბა, ვაჟკაცი კაცები და დაახვედრა მტერს 10,000 მოღალატე ქართველი იბრძოდა იმ ათხარაზე. ლევან აბაშიძის ხელმძღვანელობით. დააკვირდით ამ ისტორიას თქვენ. ნუ ჩვენ ღმერთმა მოგწონს ხანობა და სოლომონის დიდი ხელრული შემართებით დამარცხდნენ, ეგენი გავჟინეთ, ეგენი გავდენეთ, ეგენი და ისინი და გადავწ. მაგრამ აქ რო ნახავთ თქვენ რაღაცა ხომ უნდა ამოვიღოთ აქედან. როგორ შექმნა სოლომონმა ეს ქვეყანა, ის ქვეყანა? როგორ შექმნა ერეკლემ ეს ქვეყანა და თეიმურაზი, მამამისი? ერთობას ამხელა ძალა დაჭირდა. ფიცის კაცების ინსტიტუტის შექმნა დაჭირდა. და ფიც გატეხილები, ფიცის გაუტეხილობის კაცებით შეცვალა. მოღალატეები უღალატოების იდეოლოგიით შეცვალა, რომ არ ეღალატა თავის ქვეყნისთვის. გარდაქმნა ყველაფერი. ეკლესია გაამდიდრა. და ეკლესიაში თავისი მომხრე დასვა, ძმა მისი. თორემ თქვენ იცოდეთ, ეს ყველაფერი ხდებოდა იმით, რომ ეხანაც ვამბობთ დილას. იცი რა ხდებოდა? ყმა არა მონა ღვთისა და ყმა ხონთქარისა. აი ესეთი ტიტული ჰქონდა მეფეს. მანამდე. და სოლომონი რო დადგა, სოლომონის ფარზე და ხმალზე ეწერა ლომეღ მყეფე, ერთ სიცხმ ჩქეფე, იმერთ მეფე სოლომონი. და აკრძალა ყმე ბავშვების გაყიდვა. აი ამის გულედა იყო ბრძოლა და ვინ ებრძოდა იცით თქვენ? ბაბუა, ბიძა, დედა და კათოლიკოსი, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი. აი ბავშვთა გაყიდვა და აი ამაში ერიეგე. ტახტიდანაც გადააგდეს. ფიცის კანცების ინსტიტუტით ისევ დაიბრუნა. აღადგინა, შექმნა და გააძლიერა და ეს ომიც ამის გულით მოხდა.
მაგრამ ქართველები ისე შეიქრენ ერთობით, აი ძალა აქაა ერთობაში. იქაა დამარახული პრესილში ერთობის ძალა. გაწყვეტილ საქართველოში. და გამარჯვება უფალმა ჩვენ დაგვიტოვა. და გვითხრა გამრავლდით, მოშენდით, იშრომეთ, იწვალეთ და ყავდეთ ემაგერ კეთილი და კარგი მეფეოდა. თქვენ იცით რომ მეფემ ამისთვის ცოლი და შვილი შეწირა და თავის შეწირა. 22 წლის ბრძოლაში იყო და 59 წლის გარდაიცვალა. მაგრამ ეს მეფე წმინდანად არის დღეს შერაცხული და მარხია გელათის ტაძარში. და ყველა ქართველის გულში უნდა გაცოცხლდეს იგიც და დაადგეს ქრისტეს გზას იმასთან ერთად. რადგან ის არის მოყვასი ჩვენი. და დანარჩენი ვიწროვი დაკანა და მარტო ქალების თვლა და იყო თავის სათოლში. იგი თქვენიანი არა. მასეთი იგიც აქვს მაგალითი. ურაბალატი შეაცდინა სილამაზე. დააფრთხოლა. მაგრამ გრიგოლმა წავალა ხელი და უთხრა: ეჰე მეფეო, ოდეს მთავარი გაფუჭდეს წვრილი ერის მას მიბაძავს და ერი ჩვენი ზნეობრივად განიხსნება. უზნეო ადამიანებს ვინ ჩააბარა სახელმწიფო ორგანო? ჩვენ სხვაგან უგიზახოთ, და შეიცან თავი შენი. ჩვენ ჩავაბაროთ. იმიტომ რომ ჩვენ გვაკლია რწმენა, ჩვენ გვაკლია ზნეობა, ჩვენ გვაკლია ქრისტეს გზისკენ ცხოვრება და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ გავძლიერდებით, მოვითხოვთ განათლებასაც, მოვითხოვთ რელიგიურ წამსაც, მოვითხოვთ მამულსაც, მოვითხოვთ ენის მეტყველებასაც. ვეღარ გადაგვიდით ვერც ჩინური, ვერც მონღოლური, ვერც სპარსული, ვერც რუსული და ვერც ვერაფერი. და მე კიდევ ვადარებ, იცი რას? მე-19 საუკუნეში გაჩნდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ამათ ვადარებ იმ სოლომონის გზას და კიდევ ვადარებ თერგდალეულებს. თერგდალეულები მოვიდნენ ამ ქვეყანაზე განათლება მიიღეს სხვა